ამერიკის შეერთებული შტატების შუა და სამხრეთ ნაწილებში ტორნადო მათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ასობით სახლი განადგურდა. დაზარალებულები დროებით საცხოვრებლებს ეძებენ. ყველაზე მძიმე მდგომარეობა კენტუკის შტატში, ლორელის ოლქშია. დადასტურებული ინფორმაციით 18 ადამიანია დაღუპული. 10-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა. ასობით სახლია დაზიანებული. განადგურებულია ინფრასტრუქტურა. გუბერნატორმა ენდი ბეშირმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რეგიონში ჩაკეტილია გზები, რომელთა გახსნა შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. მისივე თქმით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. გარდა ამისა, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, არსებობს წყალდიდობის საფრთხე. მოსახლეობა გააფრთხილეს ტეხასის, ოკლაჰომის, არკანზასისა და სხვა სამხრეთ შტატების ზოგიერთ ნაწილში. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება საგანგებო სამაშველო ღონისძიებებს ატარებს, თუმცა სტიქიის მასშტაბურობიდან გამომდინარე პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. კენტუკისა და მისურის შტატებში კი გრძელდება სამძებრო სამაშველო ოპერაცია. მაშველები შენობების ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, როგორც ვარაუდობენ მომდევნო 2 დღის განმავლობაში. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ ნაწილში ისევ ცუდი ამინდი იქნება. ძლიერ ქარს და სიტყვასელიან სამხრეთ ოკლაჰომასა და ტეხასშიც.